შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან. ეს სიტყვები ეკუთვნის ჩვენს ახლად განსვენებულ პატრიარქს ილია მეორეს, რომელზეც სამწუხაროდ დღემდე ბევრი ცუდად და აუგად საუბრობს, ამიტომ მინდა გესაუბროთ მის მთელ ცხოვრებაზე. ილია მეორის მშობლები გიორგი და ნატალია იყვნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან. ასევე ვლადიკავკაზშიც ჰქონდათ სახლი და სწორედ ვლადიკავკაზში დაიბადა ილია მეორე. ილია მეორე ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22 საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის პირველივე წელსვე ირაკლი შიოლაშვილმა უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და მაშინვე ბერად აღკვეცა გადაწყვიტა. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში და სახელად ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ. შემდგომ სწავლის დამთავრების შემდგომ დაბრუნდა საქართველოში 1963 წლიდან 1972 წლამდე იყო პირველი რექტორი მცხეთის სასულიერო სემინარიის. 1977 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე 1977 წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდის საეკლესიო წმინდა სინოდის მიერ ერთხმად არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ილია მეორე 23 დეკემბერს. 1989 წლის 9 აპრილს იმ მძიმე დღეს, როდესაც უამრავი ქართველი დაიჭრა, დაიხოცა ილია მეორე სწორედ საქართველოს გვერდით იდგა ამ მძიმე დროს. სწორედ 9 აპრილს იმავე დღეს ილია მეორემ სიონის ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა. შემდგომ უკვე აფხაზეთის ომი. აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა პანაშვიდებს იხდიდა ყოველ დღე, ლოცულობდა საქართველოს ერთობაზე და მშვიდობაზე. მას სხვათა შორის განათლებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. 1995 წელს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა ქუთაისში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო აკადემია. 2008 წელს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი. სხვადასხვა კუთხეებში იხსნებოდა ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, ხულოში. სასწავლებლებია, სასულიერო აკადემიები, თავად ჩადიოდა და თავად ანხორციელებდა ლოცვა-კურთხევას. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. ღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები. 1988 წლის 14 ოქტომბერს ილია მეორის მიერ ლოცვა-კურთხევით მისი დიდი მუშაობის შედეგად სიონის სასულიერო აკადემია დაარსდა თბილისში, რომელიც სიონის საპატრიარქოს ტაძართან იყო. ილია მეორე აღსაყდრების შემდგომ ძალიან დიდ დროს უთმობდა სამეცნიერო აკადემიასთან ურთიერთობებს. მაგალითად, მან ათონის წმინდა ტაძრიდან ჩამოიტანა ქართული ხელნაწერების მიკროფირები, რომელიც საქართველოს სამეცნიერო აკადემიას გადასცა. აუცილებელია არ აღინიშნოს ილია მეორის ღვაწლი გალობებში, ლოცვებში, მისი შემოქმედება მუსიკაში. იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოების და გალობის ავტორია. 20-მდე ხატის ავტორი არის, მათ შორის აღსანიშნავი არის ჩვენთან არც ღმერთი, ძველთა დღეთა, ივერიის ღვთისმშობელი, ყოვლადწმინდა სამება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებთან, განსაკუთრებით კი რომის კათოლიკურ ეკლესიასთან, რომის პაპიც იყო ჩამოსული ილია მეორის მოწვევით და გააცნო ქართული ადათ-წესები. 2008 წლის აგვისტოს ომში 7 აგვისტოს ილია მეორე დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისაკენ მოუწოდებდა და ლოცვა-კურთხევით ლოცვით ცდილობდა, რომ ეს ომი აერიდებიდა თავიდან და
ასევე ჩართული იყო ორივე მხარეთა მოლაპარაკებებში. ილია მეორის გადაწყვეტილებით საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის გაუმჯობესების მიზნით საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პირველი ნათლისღება 2008 წლის 19 იანვარს შედგა. მოინათლა უამრავი ქართველი. ეს და კიდევ უამრავი 8 წელი აქვს ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ცდილობდა, ლოცულობდა ყოველ დღე საქართველოსთვის, მადლობას უფალს უხდიდა ყოველი დღისთვის და ლოცულობდა თითოეული ქართველისთვის. სამწუხაროდ გუშინ ილია მეორე გარდაიცვალა. ახლა ჩვენი დროა ქართველებო, ჩვენ ვილოცოთ, ჩვენ მოვიხსენოთ მისი წმინდა სული, დავანთოთ სანთელი და დანთებული სანთლის ფონზე გავიხსენოთ ილია მეორის წმინდა სახელი. დიდება უფალს. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წმინდა სული.